საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებულ შტატებში თავისი ვიზიტი შეაჯამა, ვიზიტის მთავარი შედეგი დავით სერგეენკოს განცხადებით სიმსივნური დაავადებების მონიტორინგისა და პროფილაქტიკის პროგრამის ამოქმედების შეთანხმებაა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც კიბოს გავრცელების მონიტორინგზე იმუშავებენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ. დავით სერგეენკომ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზეც ისაუბრა და საქართველოში სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაფართოება შეაფასა. ეს იყო ჯანდაცვის პოლიტიკის გამსაზღვრელი შეხვედრები, რომლებიც ძირითადად იყო ამერიკის კონგრესში, ამერიკელ კონგრესმენებთან. გამოიხატა მზაობა, ორმხრივი მზაობა თანამშრომლობის და ეხლა უკვე სამუშაო ჯგუფი ამუშავებს დოკუმენტებს, რომელიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება შეთანხმებული ორივე მხარესთან. ჩამოვა ამერიკის კიბოს ინსტიტუტის გუნდი აქ ადგილზე საქართველოში და ჩაატარებს შეფასებით სამუშაოს, რა ხდება ქართულ ონკოლოგიაში.